მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ლიდვარენაზე და დღეს ვეცდებით რომ დრიფტი ვასწავლოთ აი ამ BMW კომპაქტით ქიმერას. გამარჯობათ მეგობრებო. მადლობა რომ ყოფილი და სურვილი დიდი გაქვს როგორც ვიცი, გადავიდოთ მანქანაში, იქ აგიხსნი უკვე ყველაფერს. წავედით. მოკლედ, პირველი ჩვენი ელემენტი იქნება დონატი. როგორ იწყება დონატი? შეგიძლია ორნაირი და სტარტი გააკეთო. შეგიძლია просто უბრალოდ იარო წრეზე, ფიშკის ირგვლივ, ესე დაძრაჭრობულად იარო, როცა მზად იქნები, გას ბოლომდე ჩააჭირო და მანქანა მოცურდება. შეგიძლია ადგილიდან დაიწყო რა. აი, ეს არის რელევანტი დონატი და შემდეგ უფრო რთულ რაღაცებზეც გადავალ თუ გამოგიო. დონატი არ გამიკეთებია მარტო საჭმელი. ისე არ გამიკეთებია დონატი. ძალიან ნაშტია. ძალიან მარტივი ჩანს რა. ჩემი ეგო სხვა რაღაცა შეუძლია ეხლა რო გიყურებ. ნახოთ აბა რა გამოუვა კიმერას. ცოტა უსწავლებელი აქ მანქანას, მაგრამ არ გიგულეს. თითქ ხარია. ოპ, არა უბრალოდ თავიდან. ოკეი. ეგა. რომიერი? Well, if they will gonna give you some charge house, I mean, ჩადუღებული რა, ხიდი რა. რომ მოგისწრა მანქანა, ფაქტობრივად ჩავტრიალეთ ჩვენ დიდი გაზი იყო რა და ვეღარ მოასწარი მანქანის საჭის მეორე ფარის ადრიალება და ისეთი გამოვლენები იყო ჩემთვის რა ეგ პირველად მესმე ძალიან რთულია რომ გამოგივიდეს რა როცა დაიწყეთ დრიფტს ანუ რო იგრძნობ რომ მანქანა მოცურდა გაზი შეათხერე მიდის სადე გაზ დაჟე აი არა გამომივა რა მესამე და სამართალი შეიძლება 30 წელს ჩიდეს რა თავარია რომ მოგამი კონდეს და გამოგიდეს კი მოგამი ვარ ძალიან ნაჟტირებული ვარ და ძალიან კაი წავედით რაღაცა იყო გამოგივიდა წავიდა არა უბრალოდ სამო, აი. ანუ თვითონ ტექნიკა დავამუღავ. კი, ანუ რა გაზის თამაში, დაიწყე, უკვე კონტროლირებადი გახდა. კი. აი ზუსტად ეგ მინდა რომ მაგას მინდა რომ მიხო. სანამ გიო დრიფტს გააგზავნებს, არ დაგავიწყოთ, რომ ჩემი არქის წარდგენი გახდა სპორტული საინფორმაციო პორტალი პროკომ. აბა ეს ერთი მხარეც. მიდი წერა გამოგივიდა. დასწრებული რომ გამოგივიდა. აქეთ უკეთესია. საღოლ ეს იყო ორივე მხარეს შესრულება. რა კაი იყო რა იმენა სუფტად გააკეთე ყველაფერი რა. ფინალიში. ძალიან კაი მიხარია ეგ რომ გამოგვიდა ყველაფერი ასე თუ გია დავისურვოთ მანქანა ცოტა შეგრილდება. ეხლა თვითონ საჭეს რაღაც მომენტში ეჭიდავებოდი რა, მაგრამ არ ჭირდება საერთოდ ეგ რა. ანუ შეგიძლია გაზის პედალი დაკონტროლო თავიდან და დრიფტი რა. რაღაც ხრი ვიგზენი რა ეგ ეხლა დაიჭირე რა გაზით გეჭირა მანქანა დრიფტში იდეალურად. მოკლედ გიოს გამოსდი. ძალიან კაია მიხარია. ეხლა თან უწყვეტი დრიფტი ქონდა რა გადაეწყო მეორე მხარეს გააგრძელა. რუიაში შეგვიძლია ჩავთვალოთ რაღაც მხრე. რაღაც არ ჩაგეთვლი რა ცოტა ფულია მაგრამ დონატი ჩამეთვალა რა. კი. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორივე დონატი გეთვლა. გაიხარით რო. და ახლა უკვე გადავიდეთ რვიანზე. ნახოთ როგორ გამოვა გიოს რვიანი. აი, ეხლა რა შეიძლება რვიანს რა, რვიანის დროს იგივე პრინციპით ვიწყებთ, ანუ დონატი უნდა გავუგეთოთ ფიშკას. კარგი იქნება თუ ჯერ ძალიან დონატს გავუგეთოთ ერთს და მერე გადაეწყობი რა, ესე ვთქვათ, რომ სამზად იქნება. შეიძლება მეორეც გავუგეთო დონატი რა, ფიშკას არ არის პრობლემა მაგაში და მოკლედ შენ თვითონ როცა იქნები მზად, მაშინ შეგიძლია ესე ვთქვათ, ეცადო გადაწყობას რა. ჩვეულებრივ დონატს გავაკეთებ ეხლა და გადაწყობაზე შეხედე ახლა.
და არაო, შემარტივი. შეგვიძლია ვცადოთ. ჯერ მთლიანი დონატი დავარტყარით და მე გადავალ. ხო, შეიძლება მეორეს დაარტყა, დონატი არ გამოგვივიდეს კარგად. რა იქ შეხედე რა, როცა კომფორტული იქნება შენთვის გადაწყობა, მაშინ ეცადე. გამოიწერეთ მეგობრებო, არხი, რადგან 30000 გამომწერზე იქნება BMW S60-ის გათამაშება, ამიტომ არ გამოტოვოთ და თქვენ გექნება ჩანსი რომ მოიგოთ ეს უმშვენიალურესი მანქანა. წავედით, მზადვართ. წავედით. ავიდა. თითქმის გამოგრესება. ცოტა ადრე აკეთებ გადაწყობა, ცოტა ადრე რა. ნახე, სანამ გადაეწყობი, კარგად ჩააღრმავე დრიფტში მანქანა, თორე შენ პირიქით შლი დრიფტს ესე ვთქვათ და მანქანა ჩქარდება სიგარეტ ხრებს რა. ეგ არ ვაწყობს. ცოტა თითქოს ამოვარდი რა იქიდან. ხო, იცი რა არის, ახლოს მიდიხარ ფიშკასთან, არ გინდა ახლოს მისვლა რა, ცოტა დისტანცია დაიჭირე და და წინაზე ცოტა შორიდან რო დავიწყე, მაშინ იდეალურად ხო, ცოტა შორიდან დაიწყე და გამოგივა. ცოტა. ბევრი გაზი მოგივიდა. აი, ბევრი გაზი მოგივიდა. ცოტა თხელი გაზი და იდეალურად ხიას. მე თი უკვე გასული ვარ, სიო გავინახე და აი მან შეცდი ზუსტად. აბა ისე. პროცესს დადიქნები შეგიძლია დასწრო. ის გარასხობა რა? კი. ცოტა უფრო ხოლმე ატუხეში უნდა იყო აქეთ. სკვირით მანქანა კედელს უსწორდებოდეს და მერე უნდა დაიწყოს რა. აკაც ადრე დაიწყე. აი ეს მაგ დასამუღამებელი და კამფეტი იქ. ცოტა გვიან გააკეთე ყველაფერი და გამოვიდო. ხო კიდე დავიშენო ცოტა. ან მე გადმოვждე. კონჯობია რა. არალის პეშკა ხარ. აგელვებული ვარ და აი მოგფერდა. ოკეი, კაი, არა პრობლემა. მე ხა კიდე ერთხელ ვანახებ გიოს თუ როგორ უნდა გააკეთოს რუიანი, იმიტომ რომ თითქმის გამოვიდა ცოტა დაყოლია. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ რომ ჩემი არხის სპონსორი არის Connect. ანუ დონატის დროს ყველაფერი გასაგებია, ანუ საკმაოდ კარგად გამოგდის რა დონატი. რა განაწყობის მომენტში просто ცოტა გვიან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რა. ვაწვენ მანქანას და შემდეგ ხო მაქსიმალურად ან ახლა გაზს ამატებ თან აქეთ ვიდეთ რა და იქ მოიგებს ინერციას გულსაც გასას გაუშვებ ფეხს და მერე უკვე შეგიძლია სადო რა აი როგი ყურები შემშვიდე და გაწონასწორებულად ხო თითქოს მარტივია ესე მაგრამ გამოცდილება რა ხარ მაგ გამომდის ესეთ ჩვენს გამოგივა დაფრინებლება ეს დაზრის მომენტი ინტენსიურია არა უშო ჩორობრივი მანქანა რო იყოს იმაზე კარგად გამოგივა და ეს ვიქარია და ცოტა უხეშია ოპა კაი რამის ესე მე სამერვიანი დავწერეთ ხო? საღოლ ძო ძალიან კაი იყო რა საღოლ გამოგივიდა რა იდეალურად. თავარია რომ სიამოვნება მიიღე აღლაფისგან რა. უდიდეს სიამოვნება და შენი დამსახურებას უმესმედა. კაი. ოკეი, მოკლედ. გიო, რვიანიც გამოგივიდა რა. ფაქტიურად ერთი რვიანი კი არა, სამი რვიანი დავწერეთ. აი როგორი ბედნიერი ვარ ახლა ისე ვერ აგიხცე რა. ძალიან კაი იყო, მე პირადად ძალიან მისიამოვნე ამ ყველაფერს რომ გამოგივიდა, მაგრამ ერთი რაღაც დავჭაი. ზოგადად დრიფტში ვიყენებ ხოლმე ჰიდრაულიკურ ხელის მოხურს რა. ჰიდრაულიკური ხელის მოხურში თუ ვაყენებ ხოლმე დრიფტში მანქანას როგორც წესი. ამას უკვე მანქანა შეგიხსნე რა როგორ ხდება, მაგრამ თუ ესეც კარგად დააკეთა გიო, რავი ზმო, ხელები ამიწევია. მოკლედ წავედით, ახლა მე გაჩვენებ პირველ რიგში რას გვაქვს საქმე და შემდეგ უკვე შენ შეგიძლია სადო. წავედით.
რანდომი დრიფტერი რო იყო, ასე ვთქვათ, გიდროთ უნდა ჩააგერო დრიფტი მანქანა რა. რომ მინდოდა ამის და ხო, ანუ ამას რომ მოკაჭო მანქანა გაცურდება რაღაც მე გაიზრდები. შედარებით რუიანი უფრო რთულია თუ ეს ახლა? ეს უფრო მარტივია რა. უბრალოდ აქ სიჩქარე გაქვს მეტი ასე ვთქვათ რა. ეხლა ავჩქარდებით ესე სადღაც. ეს არის მთელი მუღამი რა. ეს უნდა გავაკეთოთ ნახე, სადღაც 40-50-მდე მაქსიმუმ უნდა წავიდეთ და ჯერ ვიღებ საჭერს, მე რა ვქაჭავ. ეხლა უნდა დაგაკვირდე რა კუთხიდან საუცნობელია საბურავებზე. არა, გოგინა ფიშკაზებთან აქედან არის აუცილებელი აქეთ. დაწარი და დააჭირე, გას უნდა ავჩქარდეთ რა. თავარი მუღამი ეგ არის. წავიდე. მიდი. კაი, ეხლა ბოლომდე შემოადგენე, ეს რა პოლიციური დატრიალება ყო ფილმებში რო იყო. მოცურებდნენ. ანუ ნახე ეგ რომ მოცურდები დრიფტი ცოტა კაშალო და ეს თქვა ფიშკას წრე გავუგეთო რა იქიდან რა. აი ეს კუთხე კაია აქედან? კი. აი ნახე ცებრენია დაისაკეთს და აი ეს ვასწრა მაგალა. ეგ რა დავუჭრო რა. აი ეს არასიო კაი, სუპერი რა. ერთიც მინდა რომ მოდი ერთიც და ესე დავასვიე. აღარ გინდა მეტი, თუ არ გინდა პრობლემა არ არის. ცოტა გამომივიდა, რაც გააკეთე ის გეთქვა. ხო, რაც გამომივიდა, ამაზე შევჯერდეთ. ოკეი, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ შენც ემოციურად ძალიან დაიგავდა. სანამ მორჩებით King of Fruits-ზე გავიაროთ, საბრალოდ ბარტალი აღარ არის და შეიძლება გასკდეს, მაგრამ ნახოთ. მოკლედ, იმერამ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა დავალება რაც ჰქონდა. Top 5-ში უეჭველი შეგიყვანდი რა, ვიცი. ჩემი თავითაც გაკურებული ვარ მართლა არ ველოდი და. თავარია რომ სიამოვნება მიიღე მოდი. არა, მე კარგი მასწავლებელი მყავდა და მაგაშია საქმე რა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა გიო რომ ესწრეს, ბავშვებისკენ გაგვიძელი, მაგრამ მე მგონი გრიბდა რა, შენც ისიამოვნე, მეც ვისიამოვნე, იმიტომ რომ როცა გამოგდის ადამიანს რაღაცეები, ნამდვილად გამოვიდა გიოს ყველაფერი რაც უთხარი, მაგრამ ცოტა მოუწამლეთ და შეიძლება დაინტერესდეს აბსოლუტურად უფრო მეტად. მაყოფილი ამაყი და ბედნიერი წავალ აქედან და ჩემ გამომწერებს თქო რომ აუცილებლად თუ უყურებთ, გამოიწერეთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მოვალ შეხვედრამდე არხის გამოწერა და გავისმენთ შემდგომი ჩემს ვიდეოში. აბა ჰე.